Semთ რაც არის თავიანთი ხარჯი, ყველაფერს ავითვალეთ და დანარჩენს დაურიგე მოსახლეობას. ჟურნალ ფილმ პრინტის მეხუთე ნომერი უკვე გაყიდვაშია. მისი პრეზენტაცია თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმში შედგა. გამოცემის მიზანი კინოკულტურის პოპულარიზაცია და თანამედროვე კინოპროცესების ფართო აუდიტორიისათვის გაცნობაა. ყოველ მომდევნო ნომერზე რედაქტორთა ახალი ჯგუფი მუშაობს. ფილმ პრინტის მორიგი ნომერი ეროვნული კინოცენტრის, ასევე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა. ფილმ პრინტი ინგლისურ ენაზე და ეს არის კოლეგიას ჩემგან არის ძალიან საინტერესო მიმოხილვა 60-იანელების რეჟისორების ქართველების, რომელმაც უკვე შექმნეს კინოისტორია. ჩემთვის ძალიან საინტერესო წასაკითხი იყო ასევე კინომცოდნეების აზრი თანამედროვე ქართულ ფილმებზე, რომელიც საკმაოდ უხვად არის გადმოცემული და ასევე სიღრმისეული მიმოხილვა კანის კინოფესტივალის. გახავთ პროფესიული ჟურნალი, რომელიც გაზდის კინოს ხარისხს, გაზდის კრიტიკის ხარისხს, ასევე არის მასში ინფორმატიული ელემენტი და ზოგადად კინო არ გახავთ გასართობი რაღაცა, ის არის ასევე დიდი ბიზნესი და დასაქმებისთვის ძალიან სერიოზული წყარო, ასე რომ კინოს გაცოცხლება, რაც აშკარად ეხა სახეზეა, ბევრ ადამიანს მისცემს გარდაბედნიერების და სამუშაო ადგილს. აქ კითხველი იხილავს როგორც ისტორიას და გაეცნობა 60-იანელთა შემოქმედებას სულ სხვაგვარი კუთხით, რაღაცა ისეთ ტრადიციულ თავისთვის ნაცნობ ფაქტებსაც ნახავს და წაიკითხავს, ასევე უახლესი ქართული კინოს პროცესებს მოიცავს ჟურნალი. უამრავი საინტერესო ინტერვიუა, გახლავთ ანალიტიკური წერილებით და საკმაოდ კრიტიკული პოზიცია. სიდნეის სანაპიროზე წყალმომკვდარი ვეშაპი გამორიყა. სანაპირო ზოლში ვეშაპების სიმრავლე უცხო არ არის ავსტრალიელებისათვის, მაგრამ ამ